ვენესუელის მოქალაქეები მადუროს დაკავებას აღნიშნავენ, ისინი ჩილეს დედაქალაქში შეიკრიბნენ. დიქტატურის დასრულება მიულოცა ვენესუელის მოქალაქეებს ტრამპმა. ცოტა ხნის წინ კი მან სოციალურ ქსელში დაკავებული დიქტატორის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. მადურო და მისი ცოლი საკუთარ სახლში აიყვანეს, ისინი ახლა ამერიკის სამხედრო გემზე იმყოფებიან და ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში იმყოფება. მათი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის ქმედ უუნარობის შემთხვევაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სწორედ ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს. როიტერსის ცნობით ამ დროისთვის კარაკასში რჩებიან პარლამენტის სპიკერი, ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი პირი თამარ კვაჭაძეა, მეორე კი ტაქსის მძღოლი. ამბები ჯისთან დაღუპული სახლობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი თელავიდან თბილისში ტაქსით ბრუნდებოდა. ძაღლთან მისული მანქანა კი ბოძს შეეჯახა. მძღოლი და ქალი ორივე ადგილზე დაიღუპა. 2026 წლის პირველი საპროტესტო მარში ფილარმონიიდან დაიძრა. მსვლელობის მონაწილეები უცვლელად ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებასა და ოცნების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 402 დღესაც პარლამენტთან შეიკრიბებიან.